მოგესალმებით, შენ მცირე მეწარმე ხარ და არ იცი როგორ გააგზავნო დეკლარაცია, გასწავლი მცირე ბიზნესის საშემოსავლო დეკლარაცია როგორ გადაგზავნო. შედიხარ ერეს გვერდზე, ერეს წერტილი შემოსავლების სამსახურის გვერდზე, აქ წერ მომხმარებელს და პაროლს, ჩვეულებრივ სისტემაში შეხვალთ, მე ახლა სატესტოზე შევალ და აქედან გაჩვენებთ როგორ უნდა გადაგზავნოთ. მენიუში გამოიძახებთ მენიუს, მოძებნით დეკლარაციას, გადახვალთ დეკლარაციების ჭრილში და მიუთითებთ ყოველთვიურ დეკლარაციას. ყოველთვიურ დეკლარაციებში ჩამოგიშლით ასე, ჩამონათვალს თქვენ გჭირდებათ მცირე ბიზნესის საშემოსავლო დეკლარაციის გადახდა. აირჩევთ აქ ყოველთვის გამოგიტანთ იმ თარიღს ხოლმე, რისიც გაქვთ გადასაგზავნით, თუმცა თქვენ მაინც გადამოწმეთ, რომელი თვისას აგზავნით, რომელი წლისას აგზავნით, ანუ ძირითადად თვითონ აგდებს ხოლმე სატესტო როა, ამიტომ არ აჩვენა. ამ ეტაპზე ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, აქედან გამოიძახებთ ზუსტად, ანუ აპრილისთვისას თუ აგზავნით, თვითონვე იქნება მითითებული, თუ არ არის, რა თქმა უნდა, მიუთითებთ აპრილისთვისას. გამოიძახებთ ახალ დეკლარაციას, გაგხსნით ასეთ ფანჯარას, აქ მე-15 ველში ავსებთ მთლიანად წლიურ შემოსავალს, ანუ ნაზარდი ჯამით დაჯამებულს ჩაწერთ, ხოლო მე-17-ში ჩაწერთ იმას, თუ ამ თვეში რამდენი გქონდათ ბრუნვა. შემდეგ აქ ჩამოდიხართ დაბლა მე-20-ში, მე-20-ში ირჩევთ, ახლა ვექარდულზე, გადავიყვან, თვითმმართველი, ქალაქი თბილისი, თუ რა ვიცი, სადაც მოღვაწეობთ, რუსთავს აირჩევთ ან სხვა რომელიმე ქალაქს, სულ ერთია, აქ მიუთითებთ თანხას, თუ რამდენი გაქვთ გადასახდელი, ეხლა მე არაფერს არ მიუთითებ, თქვათ 0 ამ ეტაპზე, რადგან არ გვაქვს შევსებული, თქვენ რაც გექნებათ გადასახდელი, აქ მე-19 უჯრაში, რასაც დაგითვლით პროგრამა, რომ გაქვთ გადასახადი, ამას ჩამოიტანთ აქ და პლუს ხილაკით დააფიქსირებთ, ჩასვალთ, შემდეგ დააჭერთ შემდეგს და შემდეგ გადაგზავნებთ всё, სულ ეს არის ჩვენი თვიური საშემოსავლო გადასახადი მცირე მეწარმეებისთვის, არა რთული ნამდვილად, ასე რომ ნებისმიერ შეგიძლიათ რომ გააკეთოთ.